სახში არ გაიბიოთ. დილავშუდობისა მეგობრებო, რაღაცა 8-ს გადაცდა უკვე, თუმცა გვიან გათენდა და დღეს მინდა ერთი დღე გავატაროთ ერთად. ერთი დღის ვლოგი გადავიღო დილიდან საღამომდე. და გზადაგზა, რას ვიშრომებ, ვისაუბრებ თუ ასე შემდეგ, თქვენს გაგიზიაროთ ყველაფერი. წავედით, დავქოქოთ მანქანა და გავუდგეთ ფერმისკენ გზას. ხო ის დილითის ამასობაში ჩემს შვილობილებსაც გაგაცნობთ ბატონი ფრენსისი მოიცათ სანამ მანქანა გახურდება ბატონი ფრენსისი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ცხოველთა სამყაროში რომელიც 10 მე და ფრენსისი 10 წელია დაახლოებით მეგობრობ და ამის გამო დედამიწაზე ყველა ძაღლი მიყვარს და ქალბატონი გოგონა რომელიც ქუჩიდან ავიყვანე რომელიც ესე სულ ცდილობს რომ მადლობა რამით გადამიხადოს და ბატონი ფრენსისის მეუღლე ქალბატონი გოგონა წავედი ბავშვებო ეხლა მე ამ გიმბალის ტრიალი ხო ვერ დავამუღან წავედი და გზადაგზა შემოგიერთდებით სხვადასხვა ადგილებით თუ გაჩერებებით პირველი გაჩერება ფერმისკენ მიმავალ გზაზე არის აი სადგურის მეორე მხარეს სადაც პირადი გაეშნიკები მელოდებიან რომელმაც უკვე დამინახა მანქანა რომ მოდის და მორბის. დააგვირდით ახლა როგორ გამოჩნდება აქ ნელ-ნელა. აი მოაბიჯებს ბატონი მელაკუდა. ბატონ მელაკუდას მეგობარიც ყავს. მაგრამ იმის სახელი არ გვაქვს ჯერ შერჩეული და რა დავარქვათ. ეს არის ბატონი მელაკუდა, რომელიც ყველა გამოვლაზე აქ მოწყენილი იჯდა ხოლმე. და ცოტა პური ყოველთვის მოგვაქვს. ოჰ, ბოდიში მელაკუდა ფეხი მომიხდათ სუდადე. ხო. ორი შენ, მოდი შენს. ყველამ შეჯამეთ. შენს აიღო, უშენ არ გაქვს, მოდი მოგცემ. ცხოვრება მურტალია. ცხოვრება მურტალია. წავედით, აი ამის გას, აი მენა ეს კატაობს თავისთვის, რა ვქნა. სად გლეხობა და სად გიმბალიო, ხომ გაგიგონიათ, ჩემო მეგობრებო, ესეთი გამონათქვამი. ხო და ეგრეა ჩემი საქმე, სად გლეხობა და სად გიმბალი. აქეთ მოსახლეობაა და ბავშვები დაყავთ დილით. სხვადასხვა ეგ კარგია. რა ბავშვები სკოლაში მანქანი დადიან და მაგალითად ამ ადგილიდან ფეხით სიარული არ უწევთ. ხოლო სანამ საბოლოოდ ჩემ ფერმაზე მივა ადამიანი აი გურიის სტადიონის ნახეთ გავლა უწევს. და ისი თქმა მინდა ეხა პატარა რაღაცა მინდა გაგიზიაროთ. და შორის თავის დროზე ფეხბურთს მე ვთამაშობ და ბევრი ჩემი მაშინდელი გუნდელი დღეს გურიაში თამაშობს. ბევრი არა რამდენიმე, ხო და ისი თქმა მინდა. ეს პატარა სტადიონი რომელიც ერთ დროს ხალხს ვერ იტევდა და ლანჩხუთის ცენტრამდე იყო მანქანების აქ მოსული მაყურებლების და რომელმაც შეძლო ის რომ ასეთი პატარა გუნდი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში რამდენჯერმე მოხვედრილიყო, ნუ ევგრაფის და ბევრი კარგი ადამიანის თაოსნობით. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რომ არა ფეხბურთელები და
რომ არა ის გუნდი ამას ვერ მოახერხებდნენ და რომელსაც შარშან თუ არ ვწდები 100 წელი შეუსრულნა. თუმცა ეხა სად არიან არ მინდა თქვა, მაგრამ მე მჯერა რომ შრომით და ამ ბიჭების თავდადებით და ცოტა ხელშეწყობით დაბრუნდება გურია იქ სადაც მისი ადგილია. ასე რომ წარმატებები ბიჭებს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დავაგზელეთ ახლა გზა ფერმისკენ. გურიაში მივალ მარა სულმა წინწინ გეიპარა შემოდგომა მოდის თანა საქმეს ვშობი ჩქარა ჩქარა გამოვედით დაახლოებით ქალაქიდან არის 4 კილომეტრი ალბათ. ეს ჩვენი ადგილი, ეს ჩვენი ულამაზესი ადგილი. დაგათვალიერებინებთ. მე მაბატიეთ არაპროფესიონალური გადასვლებისთვის, რადგანაც სწავლობთ გიმბალს ეს ხეები აქ რაღაცა ისინი იყო, რა ქვია. ის ხეები იქ რასაც ხედავთ, ის ეხა გუშინ და გუშინ წინ მოჭრილია აქ რაღაცა ისინი იყო, რა ქვია, ბჟოლა, ან როგორც აღმოსავლეთში ეძახიან თუთა და რაღაც უარგისი ხეები იყო და გამოვჭარი აი ეს ხეების მოსაჭრელია დღეს ეხა გამოვჭარი. ხო და იქაც რამდენიმე ძირი მოსაჭრელი გვაქვს იმისთვის რომ მე რაღაცა საინტერესო და საჭირო ისინი დავბრგოთ. რატომაც არა. კარგი, წავედით ეხა ჩვენ. ჩავიდეთ და საქმეს მივხედოთ. უი ხო, საჩუქარი უნდა განახოთ, რასთანაც შეგუება, ასე მიჭირს. ხო, აქვე სანამ საჩუქარს გადავუღებ, წეღან მინდოდა დამემატებინა გურიის სტადიონთან და ვეღარ მოვახერხე, მე გვიან გამახსენდა. ვიცი რომ რამოდენიმე ფეხბურთელი უყურებს ჩემს ვიდეოებს და მინდა ვთხოვა რომ თუ სურვილი აქვთ იქნება ფეხბურთელები, იქნება მწვრთნელები, არა აქვს მნიშვნელობა გურიის გულშემატკივრები მოიწევ ჩემთან პოდკასტში დიდი სიამოვნებით დავждეთ და ვილაპარაკოთ რა არის პრობლემა, რა არის გამოწვევა, როგორ შეიძლება გამოსავლის პოვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ძმებო არ მოგერიდოთ, ჩემი კარი, ტელეფონი თუ კამერა ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ხო, ეხლა რაც შეეხება საჩუქარს. აი ესეთი სტაბილიზატორი გიმბალი გვაქვს და გვაჩუქეს. იმის მერე რაც პოდკასტში, კამბოჯელი წინა პოდკასტში ჩემს მოძღვართან რომელიც დავდე YouTube-ზე, სადაც ჩემი მოძღვარი იყო სტუმრად, კამბოჯელი კაცის მიერ იყო გადაღებული სადღაც ფოტო ამონათდება აქვე. ხო და მის შემდეგ სასაცილოდ არ იყო ადამიანებს და ჩემი ძვირფასმა ადამიანებმა და მეგობრებმა გადაწყვეტეს რომ აი ჩემთვის ესეთი საჩუქარი ეჩუქებინათ, რაც ბოშივით გამეხარდა როგორც იმერეთში ამბობენ ხოლმე. წავედით ახლა. ჩავიდეთ, სიძე გვყავს სტუმრად. შემოდგომა. ლამაზი არა გაყვითლებული ნიგზები. ამეების გათლას გუშინ მორჩი და ახლა მივალაგებ. აქვე პატარა რჩევა ცნობისთვის. როდესაც აკაციის სარს მოჭრით რამისთვის გინდათ ღობისთვის და ნებისმიერ რამისთვის, გინდათ ვენახისთვის, რაც შეიძლება მალე გააცალეთ კანი, რომ მერე ტკიპები, პარაზიტები, ჭიაღუები და ასე შემდეგ არ გაუჩნდეს. და არა უნოს თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება დაალპოს თვითონ აკაცია საკუთარმა ქერქმა, ასე რომ ვთქვათ. არადა სინამდვილეში აკაციები ესე აწლეულები ძლევენ. დამინახეს. და ღვიძავთ როგორც ჩანს დილიდან მუშაობენ. აქ ეს ტერიტორია ესე ერთგვარად მოულელა დროს ჩანს. სინამდვილეში მოულელი არა, გოგრებია, რომელსაც დღეს ავიღებთ. და მე რაც გელოდებათ, მანდ მაგას სურპრიზად დავტოვებთ. აბა რა შვები ძვირფასებო? სიძე როგორ ახარ? სიძე. რა ქნეს მოგიღეს ქალებმა ბოლო? ხო? რაო? всё, кай, მოგიტან პაწემ შეერე, პაწეს არა ამათი რომანტიკა არ აინტერესებს, პაწეს შია.
დავედით. ვიღოთ წყლის ჯორჯანი. დაუსხათ წყალი. გუშინდელი. ჭაგვავს. რომელიც ამოსაწმენდი. სხვათა შორის ეს ცნობილი ჭა წესით უნდა გეცნობოდეთ და თუ ვერ იცნობთ, მე კომენტარებში დავდებ. საიდანაც უნდა გეცნობოდეთ, შემოვატანო. დასალევად ამ ეტაპზე უარგისია ამოსაწმენდია და მაგრამ როგორც ჩემი წინამე პატრონი ამბობდა, ჩვენო სვამდითო თავის დროზე. შესაბამისად თუ სვამდნენ თავის დროზე, რატომაც არა. ეს რა უბედურია, კაცო, ეს პაწე. მოდი, რაღაცანია. მოდი. რას გავს ათაურობა, ხალები ხარ, თქვენ თუ ვინ ხარ? აქ დაგიტოვეთ მე თქვენ ეს დადგმული, რომ თქვენ თვითონ აგიღოთ და შეგეჭამათ რაც გინდოდათ. დაგიტოვეთ მე თქვენ სპეციალურად ეგ. თუ არ დაგიტოვეთ. სიძე. შედი, ამოწევი. ის იქედან იმაშევა. კაი ხო. ამბავი ყველაზე ნაკლებად გვაწყობდა მეგობრებო, თუმცა ჩვენს დღეს უფრო საყვარელი ჩემი შარვალი. ამათან გინდა გადაიღე და რაც გინდა ისქენით, შარვალი. ახალი შარვალი. ყოჩა ხციური მადლობთ. სიძეც დაპატიჟეთ. ცეცხლის დანთება მინდოდა და რაღაცის გაკეთება და ეს რა უბედურება, რა სკვარამია. აქ მაქვს ეზოში ულამაზესი ის მქონდა. სხვათა შორის ეს პილპილები ახლა რომ უყურებთ თქვენ ასხია და კრეფ ხოლმე. როცა დამჭირდება, ესეთი ხო და აი აქ სახში ულამაზესი ყვითელი ვარდები მაქვს და ისინი დავაკალებ. ოღონდ ესენი არის წითელი დაბოლოებით, ანუ წითელი დაბოლოებები აქვს და არის მაქვს კიდე მთლიანად ყვითელი ვარდები, რომლებიც ასევე დავაკალებ. ბზებთან ერთად. აი აქ. ამ პატარა იმაში რა ქვია, ტაშტივით როა, ტაშტია პრინციპში. არის ყვითელი ვარდები იქ, ბზებია, კოლხური. ის რაინტეტული მალინაა, მაგრამ არ მგონია ეგრე დაკალმდეს. რა ვიცი, მე ვცადე ყოველ შემთხვევაში. ხოლო აი ეს წვიმის ამბავი კი საერთოდ არ მაწყობდა სიმართლე რომ გითხრათ ახლა თქვენ ჩემო მეგობრებო. დღევანდელი დილა დავიწყოთ იმით, რომ აი ესენი მივალაგოთ. სადაც საჭირო იქ მივაყუდოთ. და იმათი დაწვა მინდოდა მე ნარჩენების და რაღაცები შეწვა მინდოდა აქ და ეს წვიმის ამბავი მაინც და მაინც არ მომეწონა ძვირფასო მეგობრებო და მაყურებლებო ამ კუთხით. თუმცა საღამომდე იმედია გამოიდარებს. გურიაში მივალ მარა სულ მაწინწინ
ისე იგი ვინაიდან და რადგანაც სულ რაღაც 10 საკლია 5 წუთი და წვიმამ გადაიღო, ესე 10 წვიმა მოიჟინჟღლა ფაქტიურად. მაგრამ მივხედოთ მთავარ საქმეს და დავერიოთ ჩვენი სახერხით, დრუჟბით, ბენზოპილით, როგორც მას სამეგრელოში ეძახიან და არა მხოლოდ სამეგრელოში, ერთი სიტყვით მივხედოთ უაზროდ და უადგილო ადგილას ამოსულ ხეებს, ან ისეთ ხეებს, რომლებიც მაგალითად არც არაფერს არ ისხავს. საქმეს ვშობი ჩქარა ჩქარა პატარა ტოტები ამასობაში გარეთ გადავყარეთ, რომ იქით დასაწყობად გამომწოდოთ, დიდები დავიტოვეთ საბუხრეებად. ამასობაში ყავის დალევის დრო მოვიდა და ეხა ესე ამაებს დავყრიგ და მე ერთი ჭიქა ყავაც დავლევთ. და რაც მთავარია მზე გამოვიდა. დღეს მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარი და რამე არ შემთხვევას კიდე. ამასობაში ჩემო მეგობრებო, ჩემო მაგიდის და სუფრის წევრებო, მე მაპატიეთ. დღევანდელი ერთი ცუდი ამბავი კიდე ის არის, რომ პეტლიჩკა დამჩა სახლში. არა და სულ აქ მქონდა და გუშინ იმიტომ წავიღე, რომ დამეტენა და მეორე ზედაში დამჩა. ეხლა მაგას არაფერი ეშველება. ხმაურისთვის ბოდიშ გიხდით, თუმცა სასიამოვნო ხმაურია. ამასობაში პირველი საათი დაიწყო, ყავას დავლევ ეხა ნალექიანს, იმიტომ რომ ჩემთვის არ მიწყინოს კაპუჩინოს ან რძიანი ან ასე შემდეგ უნალექო ყავის მოყვარულმა ადამიანებმა, მაგრამ ყავა არის ნალექიანი და მე სხვა დანარჩენი. ბუნებრივია გემოდან და ეფექტიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამასთან, მე უშაქროს ვარ. მაგიტო ურმაგად უფრო ისეთი გემრიელი და ეხა ვიღაცა დაწერს, რომ უშაქროსო რა გასმევსო, მაგრამ ცადეთ და იმ სიმწარის უკან აღმოანჩეთ ნამდვილი ყავის გემოს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აღაში ნახევარსოიო იყოს. ყველაფერი ხალტურაზეა, დღეს თუ ხარ დაგვირვებული. ესეთი ყავიდან დაწყებული, იმ ყავით დამთავრებული ქვიშის ყავას რო ეძახიან, ქვიშაზე, სადღაც ვაგზლის მოედნებზე და ასეთ ადგილებზე რო ხვდებით და ცხელ წყალს რო ასხავენ და მე 2 წუთით რო აჩერებენ. დასვიზავთ. ყველა სიტუ ჩვენ ხშირად მივეჩვით იმას, რომ აი თავრობის წარმომადგენლები იპარავენ, ისინი კი ბატონო, ეგ მართალია, ისინი იპარავენ და თავიანთ ჯიბეებში იდებენ ყველაფერს, მაგრამ აი ვულკანიზაციაშიც პარავენ, ყავის მომდუღებელი ცდილობს ქართველს მოპაროს, ფერმერი ეგრეთ წოდებული ან გრეხი ეგრეთ წოდებული ცდილობს ყველში გაურიოს ფხვნილი და მოპაროს. მეღვინე ცდილობს შაქარი ერთ-ერთზე უქნას და ერთი მეგობარი მყავს ახლა გვასახელებ ჭურში შაქარი ჩაყარა და ხო და ესეთი ხალხი ცდილობს, რომ ვინც გადამყიდველობს ან რაღაცას სპეკულიანტობს, ერთ-ერთზე შაქარი უქნას და ის ღვინო მოგასაღოს როგორც ნატური და ნატურალური. და საერთოდაც არ გიკვირთ, რომ კარგად რომ არ ცხოვრობთ, უბრალოდ
კარგად რო ცხოვრობდეთ, არ გაგიკვირდებათ. ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს რაღაცა მოატყუოს. დაწყებული ინტერნეტში ფეხზე დამდგარი მოსიარულე გოგოებიდან თითქოს ის კუნთის უდაჭიმული იყოს, დამთავრებული უმაღლესი იერარქიით, კიდათ ეკლესიაში და კიდათ გარეთ, ყველა ცდილობს მოგვატყუოს და ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს რაღაცა იმასთან და ესე ჩვენ ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს. ესე ვერც ქვეყანას ავაშენებთ, ვერც ეკლესიას და ვერც ვერაფერს. და ვიცი მე ესე ვფიქრობდა. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გაქვთ, დამიწერეთ, შეგვიძლია ვისაუბროთ და ვიკამათოთ, არ არის პრობლემა. აქვე არ დაგავიწყდეთ, უდიდესი თხოვნაა არხის გამოწერა, რჩევები YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე ერთი და იგივე სახელის ბანალურად ერთი და იგივე სახელი წერია ჩემ პეიჯებზე, ყველგან ალაგეა და გამოიწერეთ ზარის ღირაკი გააქტიურეთ, დაელოდეთ ახალ ამბებს და ერთად განვითარდეთ. თქვენ ჩემს ყურებაში, მე საქმის კეთებაში, როგორც ფერმის ამბები, სამავდროულად როგორც თქვათ სოციალური მედიის მენეჯერი თუ იუთუბერი თუ რავი, როგორც ქვია, რაც ქვია. აქვე ყველაზე გემრიელი ყავა გამოდის მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში უღრევდა, კარგად ჯერდება ყავა და წყალი ერთმანეთში. პრინციპში ყველაფერში რომ არის პროფესორი. ყველი გაოცებული მიყურებს იქიდან რეებს ბაზრობს ეს ტიპი. არა თემებზე ბაზრობს საერთოდ. დღეს მაქვს გეგმაში, სანამ ეს მოდუხდება ნელ-ნელა, და იმედი ახლა კარგად ისმის. დღეს საჭმელი არ წავმიღია და მაქვს გეგმაში, რომ ადგილზე მოვიპოვო და შევწვადა. რა უნდა მოვიპოვო? თან ერთმა მეგობარმა და თქვენთვის კარგად ნაცნობმა და ჩვენმა ძმამ ამბერდა გამოგივლიო და ერთად მოვიპოვოთო საჭმელიო და ესე რომ წინ ბევრი რაღაც გველოდება, აქ არ მთავრდება, ეხლა ამას დავლევ. მე ეზოში რაც მოსაჭრელი ხეები იყო, იმეებს მოვჭრი, მე ცოტა ხანი დავისვენებ, წიგნი მაქვს ამოღებული სასაკითხად. წიგნის კითხვა აუცილებელია ყოველთვის და ყველა. თუ რა წიგნია და ასე შემდეგ იმაზე მე ვისაუბრებთ. მე მანქანა უნდა ჩამოვაყენო და გოგრები, ხაპები და რაღაცეები დავკრიფო. მე საჭმელი შევწვად გავამზადოთ, მე დამასობაში დაგვაღამდება ალბათ. მე ქალბატონებს ვაჭმევთ. და იქვე დავამშვიდობებით ერთმანეთს. ესა ერთგვარი მონახაზი და დანარჩენი ნახოთ გზა და გზა რა და როგორ იქნება. ხარი კი უშლის ხელს ახლა ამას მოდუღებაში, მაგრამ ბევრად უფრო გემრიელი გამოვა, ესე ნელ-ნელა, როგორც ჩვენს ბავშვობაში ხუმელზე, ფეჩზე კუთხეში მდგარი ყავა, რომელიც ნელ-ნელა ვინც ის რამდენ ხანში ატუღდებოდა, მაგრამ მოგემრიელესი. ესეც ასე. პენკიანი ყავის მოყვარულო ხალხო, შემომიერთით. არაფერი ჯობია გემრიელ ყავს. იქ არა მეორე რომ იყოს კიდე სიამოვნები და ვაღურებდი ზემოდან.
ყველგი. მიხედოთ ახლა ჩვენ საქმეს. დიდი შესვენება მდე. მოუჭერათ რაც მოსაჭრელია, დავალაგოთ ყველაფერი და ზედაგზად თქვენს გაგიზიარებთ ამ ყველაფერს. დაგავწყოთ არხის გამოწერა, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ერთი თხოვნა მექნება, თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ სტატისტიკას უჩვენებს YouTube-იც, Facebook-იც, Instagram-იც ასე შემდეგ, ვინ რამდენი ხნის განმავლობაში უყურებს ხოლმე ვიდეოებს და ძალიან ცოტა პროცენტია იმის, ვინც თავიდან ბოლომდე უყურებს ხოლმე. მესმის, ჩემი მძვაკაცებივით უბრალოდ და ლაიქებთ და ახვევთ და უყურებთ რა ხდება, მაგრამ იქნებ რამე ცუცს ვამბობ და მისმენთ და მიყურეთ ბოლომდე მაინც. კარგის თქმას ხო არა, არაფერი დგას წინ, მაგრამ მაინც. სიამოვნო სიახლე რაც გვაქვს არის ის, რომ მზე გამოვიდა. რასაც ვფიქრობდით და ველოდით და რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ჩაფიქრებული ქონდა, ყველაფერს განვახორციელებთ, მაგრამ პრობლემების გარეშე ფერმერი, იუთუბერის გზა არ ჩაივლისო უთქვამს სულხან საბაურბელიანს თავის სიბრძნე სიცრუისაში, ხო და ესეთი ამბავი შეგვემთხვა, GoPro მალევე დაჯდა, რასაც ველოდით. მაგრამ ტელეფონი მქონდა დატოვებული გიმბალზე, სტაბილიზატორზე. და არ ვიცოდი ის, რომ თუ არ იღებს, ანუ გადაღების რეჟიმში არა ტელეფონი, თურმე ენერგია მაინც მეაქვს, რაც იმიტომ რომ 95%-ზე დატოვებული ტელეფონი ხა მივედი, ანუ მეორე ტელეფონზეა საუბარი, თიც ვიდეოებს ვიღებ. მივედი და 0%-ზეა დამჯდარი. საწყენია, თუმცა მეორე სასიხარულო ამბავი ისაა, რომ მაქვს დამტენი წამოღებული ესე გარე ჩარჯერი თუ რავი რაც ქვია მაგას, რომელზეც ახლა შევაერთე და სანამ მე დღევანდელ ჩემ მოჭრილ ამ ტოტებს და რაღაცებს վել მოჭრილებს დავაყრით და გავამზადებ დასაწოვად, იქამდე ისიც დაიტენება. ცოტა ხანი დავისვენოთ, წიგნი დავიკითხოთ, თან ძალიან საინტერესო წიგნია. მერე ვაჭამოთ შუადღის საჭმელი ქალბატონებს. ციგ-ციგად უგამოჩნდა სადმე ბაღში. ისეს უმეცინება. ანდახარ რომ მეკითხებიან, ახლა იქ რა ყავს ან ვინები ხარ თუ ან რაღაცა ფერმაზე ვეუბნები, მე ციური პაწე და ციგ-ციგად. მე თვითონაც მეცინება. მერე მანქანა ჩამოვიყვანოთ, გოგრები დავკრიფოთ, გოგრები, ხაპები და ხაპერები ეგენი მეც აღარ მოიმატებენ, იმიტომ რომ ამინდები წირევა და ხუნწი გამხმარე თუ აქვს ის. უბრალოდ შეგვიძლია ცოტა ხანი მზეზე და სითბოში დავდოთ და მეც სითბოს აირებს. ეგ არის და ეგ ჩვენი უწამლო გოგრები და ხაპები, რომელიც მწიფე არ იქნება, ქალბატონები უარს არ იტყვი. ეხლა რა შეეხება ამ წიგნს. ეს არის ირაკლი მახარაძის ძალიან კარგი წიგნია და ბატონ ირაკლის თუ ექნება სურვილი, მე მივწერ კიდევაც და აქედანაც მიმართავ, თუ ექნება სურვილი, რომ ჩემთან გურულ პოდკასტში მოვიდეს სტუმრად და ვისაუბროთ ამ ძალიან მაგარ წიგნზე და იმ დროის გურიაზე, რაც აქაა აღწერილი, ხოლო წიგნს სახელად ქვია გურიის რესპუბლიკა. ვინც არ იცით, გურიის გლეხთა მოძრაობის შედეგად 1902-1906 წლებში გურულებს ჰქონდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა. არათუ რაღაცა სუსტი, არამედ თვითმკმარი, როგორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა თავისი მინისტრებით, თავისი ქალთა უფლებებით არჩევნებში თუ ამა თუ იმ საკითხში ხმის მისცემით. ასე რომ სახუმარო ამბავი არის. აქვე აღწერილია, რომ პარიზის კომუნას არაფერი ჩამოუვარდებოდა, უბრალოდ ის რახან პარიზი იყო, მეტად ცნობილი იყო. სანამდეც წავიკითხე, იქამდე გაგიზიარებს დაბეჭდილებას, გული რას ემწყდება ახლა. აქვე ფრანგი მოგზაურები და ასე შემდეგ ადამიანები აღწერენ, რომ გურიაო იმდენად განათლებული იყო და იმდენად ბევრი იყო განათლების სურვილი, რომ ადამიანები სკოლების გარეთ რჩებოდნენ და არ ჩამოუვარდებოდა თვით პეტერბურგსაც კიო გურულები თავიანთი სწავლულებით და განათლებისადმი სურვილით. რაც სამწუხაროა დღევანდელ დროში და დღევანდელ დღეში ძალიან უკან ვართ მაგ კუთხით და არათუ სწავლით და ახლის გაგებით, არამედ წაკითხულით და უკვე ძველის გააზრებას კი გვიჭერს, ნუ ბუნებრივია ყველას არ ეხება. რამდენიმე ეპიზოდი მინდა აუცილებლად წაგიკითხოთ. აი ერთ-ერთი გენიალური მომენტია, როდესაც
ცნობილი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი შეხედეთ, როცა ინგლისში ცხოვრობდა და ცნობის ფურცელში ლონდონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, იხსენებდა 1903 წლის აპრილში ბაფალო ბილის შოუში მონაწილე გურულ მოჯირითეებთან შეხვედრას. ამას გარდა გურულები კიდევ უნახე რამდენჯერმე. ქართული გაზეთების ახალი ნომრები და მოამბე მიუტანე, ზოგიც ფოსტით გაუგზავნე. ისეთი დიდი ინტერესით სტაცეს ხელი ამ გაზეთებსა და მოამბეს, რომ სწორედ გაშტერებული დავრჩი. მაგრამ ამაზე ძლიერ უფრო მაშინ გავშტერდი, როცა ერთმა გურულმა მთხოვა. ლონდონის უნივერსიტეტის პროგრამა მიშოვე, ჩემი ძმისათვის მინდაო. აქედან ფულს ვუგზავნი და საშუალო სასწავლებელში ვზრდიო. გავოცდი მაშინაც, როცა მეორე გურულმა მიამბო, ჩემი ძმა სამკურნალო ფაკულტეტს ათავებს და ფულს აქედან უგზავნიო. შევყურებდი ამ გურულებს და თან სიხარულისგან ძლივსღა ვიდექი ფეხზე. ამ კაცებმა რუსული ლაპარაკი არც კი იციან. მეცნიერების არაფერი გაუგონია და თავიანთი ნაშოვარ ფულით ძმებს დიან უმაღლეს სასწავლებლებში. გამაგარი მომენტია, რომ სადღაც ამერიკაში წასული გურული ათვიცნობიერებს რა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლა. არა მხოლოდ სწავლა, არამედ ევროპული და ევროპულში რაღაცა დღეს როა ეს კაპეტიში რაღაც იმას არ გულისხმობ, აი მნიშვნელოვანი განათლების კერება, აი ლონდონის წარმოიდგინეთ უნივერსიტეტის ის უნდა და პროგრამა, რომ იმით ესწავლა მის ძმას სადღაც გურიაში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში ან ოზურგეთში. და რა ხოლმე მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი, აი მათ ხო არ ქონდათ ის განათლება მიღებული, მაგრამ სადღაც გულის წიაღში გრძნობდნენ ამ განათლების მნიშვნელობას და ამას შედეგი გამოიღო გულის რესპუბლიკის სახით. ერთ-ერთი გურულ ხასიათს რაც შეეხება ეს ასეთი მომენტია. ტეტიას რომ აგინოთ, იმისთვის სამაგიეროს არას გეტყვის. აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროდ შეიძლება მიზეზი კითხვა შეგინებისათვის. იმერეთში ხარაგოულები ამისთვის სამაგიეროდ შემოგაგინებსთ. კუთათური იმერელი კი ცემა ტყეპით იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს. იარაღით მაშინათვე გააციებს. ბარონ დებაი წერდა თავის ნაშრომში ამის შესახებ. და იქვე აღნიშნავს, რომ ხასიათის მიხედვითო თუ ვიმსჯელებთ, გურულები ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორც გასკონელებიო საფრანგეთში. ახლა საინტერესო მომენტია. 1851 წლის გურის ჯანყის ჩახშობის მრავალი წლის შემდეგაც ყოველი ახალი წლის დილას აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე გოგია ვადაჭყორია თავს ჩრდილოეთისკენ მიაბრუნებდა და უკიჟინებდა სიკვდილი კილავ რუსებს. ეხლა ძალიან ბევრი რო არ მომივიდეს, ერთი მონაკვეთს აგიკითხავთ და მე გავაგზავნოთ, მაგრამ იმდენად საინტერესო რომ ყველაფრის გაზიარება მინდა. მალე გურულმა გლეხობამ ბრძოლის ახალ მეთოდს ბოიკოტს მიმართა. პროტესტის ეს ფორმა პირველად გამოიყენეს ირლანდიაში მემამულეებსა და გლეხებს შორის დაპირისპირების დროს. ბოიკოტს უცხადებდნენ პოლიციას, მემამულეებს, სასამართლოს, საღვთელოებას, ცალკეულ პიროვნებებს. ჯაშუშობისთვის მოკლულის გვამს არავინ ეკარებოდა. მოკლულ სტრაჟნიკებს და ჯარისკაცებს, აი პოდკასტში რასაც ვამბობ, ლამის გურიის ფარგლებს გარეთ მარხავდნენ. გადასახადს ნებაყოფლობით აღარავინ იხდიდა. თუ გადასახადის მაგივრად პოლიციის მიერ ავეჯის ან პირიტყვის რეკვიზიცია ხდებოდა, საჯარო ვაჭრობაზე მას მყიდველი არ ჰყავდა. ეს იყო როგორც მეხის გავარდნაო, წერს ფილიპე მახარაძე. ბოიკოტი ძალზე ფართოდ გავრცელდა რევოლუციურ გურიაში. უმაღლესი დასჯა ბოიკოტით ასეთი იყო. დამნაშავეს ეკრძალებოდა ეზოდან გადმოსვლა და მისას ჩასვლის უფლება არავის არ ჰქონდა. თუ გინდ მისას ცეცხლი გასჩენოდა სახლს, იყო შემთხვევები ოჯახის წევრებსაც არ ეძლეოდა დასჯილზე გალაპარაკების უფლება. მახსოვს ისეთი შემთხვევების, როცა გამოუსწორებელი პირი ტყუის სწორდებოდა. ყველა ეს დასჯალი ხალხს მასობრივ შემოგვიმაზე შეკრებებზე გამოჰქონდაო. ანუ კონკრეტულად რამე შემჩნევს, მაგალითად რუსეთის
მთავრობასთან შეკრულ ადამიანებს გამოუცხადებდნენ ბოიკოტს და შესაბამისი სასჯელებიც წაგიკითხეთ გაგაცანით უკვე ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ჩემო ძვირფასო გურულებო. მე ვფიქრობ ეს წიგნი ყველამ უნდა დავიკითხოთ. ხოლო ყველასო, ანუ ბოიკოტის ეშინოდა ყველას და ყველასო რატო ეშინოდა ესე ძალიან აპოლონ ზულაძეს აქვს ძალიან კარგად ესო ახსნილი ის საქმე იმაშია რომ ყოველი გურულისთვის მეზობელი გაჭირვების თალყვესი იყო რაც დღეს ეგრე არაა და არავინ არ თქვას რომ რაღაცები არ იცვლება სოფლადაც კი მე მახსოვს რომ ცხონებული ბებია ჩემი საჭმელს რო გააკეთებდა მეზობლებს მოვკითხავდა ხოლმე პირველ ხელს ეძახდა და დღეს ადამიანები ისე გაუცხობდნენ პროვინციებშიც კი რომ რაღაცა ხმაურიც რო იყოს გადმოსვლელი და ნუ ყველას არ ეხება ბუნებრივად. გურულისთვის მეზობელი გაჭირვების თალყვესი იყო და სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ერთმანეთში კარგი მეზობლობა ჰქონოდა. ერთმანეთის წაჩხუბებული მეზობლების შერიგება, სიამტკბილების აღდგენა ყველა სავალდებულოდ მთელი სოფლის საერთო საქმეთ მიაჩნდათ. უბრობა ხმის არ გაწემა მეტისმეტად სათაგილოდ ითვლებოდა. უსათუოდ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ 1904-1905 წლებში გურიაში ფართოდ შემოღებული ბოიკოტი გურულებისთვის ყველაზე სასტიკი სასჯელი იყო და ბევრი ბოიკოტის ქვეშ მყოფი იხვეწებოდა მომკალით ეგ მერჩევნია. შემდეგში ბლოგები როცა მექნება ხოლმე, რამე საინტერესო წიგნს რასაც წავიკითხავ იმ კონკრეტულ მომენტში გაგიზიარეთ. უბრალოდ ეხა ესე წაკითხებს არ დავიწყებ, მაგრამ აუქნა გურია იმდენად მიყვარს და ჩემი ხალხი იმდენად მიყვარს, რომ ამ მდგომარეობაში როგორიც დღეს ვართ. აი, როგორი მდგომარეობა იცი? ვაჭრო, ეხა ოზურგეს და ჩოხატაურს არ შევეხები, იქ არ ვიცი ხტო, მაგრამ ლანჩხუთი არის ვაჭრობად ქცეული. ვაჭრობაში თავისთავად ცუდი არაფერი არა აღები მიცემაში, მაგრამ როცა ქალაქი მხოლოდ ვაჭრობაზე არის გადასული და ვერაფერ კულტურულს და ღირებულს ვერ ქმნის, იმ ქალაქს დიდი მომავალი არ აქვს. თან ეხა არ მინდა ესე გამომივიდეს, მაგრამ ადამიანები სახკარს ყიდიან, მიდიან ქალაქში, ყიდიან მამა-პაპისეულ სახლს და ყიდულობენ სადღაც ერთ ოთახს და ცხოვრობენ მე 8 ადამიანი შიგნით და რაღაცა და წაიელდება სოფლები. ეს ქალაქი ლანჩხუთი, საიდანაც ეხა მე სადაც ცხოვრობ და საიდანაც გესაუბრებით, ეხა სტატისტიკა ამ ბოლოს არ შეამოწმებია, მაგრამ კარგა ხნის განმავლობაში საქართველოს პირველ ადგილზე იყო როგორც ყველაზე ღარიბი ქალაქი. დანარჩენი თქვენთვის მომინდია ძვირფასო მაყურებელი. ერთ ამბავსაც მოგიყვებით და მოვჩები ამით ამ წიგნზე თქვენთან საუბარს. აქვე ჩემი კლასელს მოვიკითხავ, მიხვდება რატომაც. მაჭუდაძეებთან შეტაკებამდე მაჭუდაძეები თავადები. სამიოდე თვეც არ იყო გასული, რომ მაჭუდაძის მოურავსა და გლეხებს შორის ისე მოხდა ინციდენტი. დაახლოებით 50-მა გლეხმა მაჭუდაძეების მოურავი გალახეს და ძალის გამოყენებით უკან დაებრუნეს მემამულის საძოვრებზე შემთხვევით გადასული და იქ დაკავებული საკუთარი საქონელი. ეს ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინეს ლანჩხუთის ბოქაურს. სტრაჟნიკებმა 17 გლეხი დააპატიმრეს და ლანჩხუთის ციხეში უკრეს თავი. ამ ამბის შესახებ სოფელში მაშინვე გავარდა ხმა და მეორე დღეს დაახლოებით 450 კაცი ჩავიდა ლანჩხუთში თანასოფლელების განთავისუფლება მოითხოვა. ბოქაური ჯერ დაემუქრა გუბერნატორს დეპეშას გაუგზავნიდა და ჯარს გამოვიძახებო, მაგრამ ხალხმა ფეხი არ მოისვარა. ბოქაული შეშინდა და ყველა დაპატიმრებული გაათავისუფლა. სოფლელები ურას ძახილით შეხვდნენ გათავისუფლებულ ამხანაგებს და ფეხით გაეშურნენ ნეგოვითისაკენ. ამ ხელა მნიშვნელობა აქვს არა ადამიანების ერთადგომას, ერთი იდეის ქვეშ და არა რამოდენიმე და ყველა თავისთვის რომ ეწევა რაღაც. ხანდახან როგორ არაბუნებრივად ყვები ხოლმე ისტორიებს არა? ჩვენი მეზობელი და მეგობარი მოხუცი
ნახეთ რამდენი შრამი და ნაომარი და ნაფრონდალი. მაგრამ ამაზე უკეთილი შობილესი კაცი მეორე არ დაებადა. ეს ლანჩხუთი საფერმეთში. ხო, მანქანა რატომ შემოვიყვანეთ? და მე აქ რა უნდა დავალაგოთ? მაგას დაინახავთ გზა და გზა. კარგი ჩემო მეგობარო, ხო მე წავალ საქმე მაქვს. შენ აქ უყარავდი და მე კიდე გაჭო. ამასობაში სტუმარი უნდა მოვიდეს და იმ სტუმარსაც რომ მოვა გაჩვენებთ აუცილებლად. ავედით საქმეს მივხედოთ მეგობარო. შემოდგომა მოდის თანა საქმეს ვშობი ჩქარა ჩქარა თან ვიდეოს ვიღებ. ბიჭო, რავი პეტლიჩკა და აპარატურა დამტენი, მიმტენი. ეს გიმბალიც დაჯდა. Короче, დაილოცოს რა, ის გაქვს ის ფოტო ნახე. კამბოჯელი იმით რომ ვიღებდი იმას რა ქვია ვიდეოს. კამბოჯელის ფორმით ის რო იყო რა ქვია. სტუმარი ღვთისა. ბენგ 222 არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აი ცივილიზაცია სანამდე წავიდა ხედავთ სკაფ და ოჰო შენ სერიოზული მითხარ მოსული. არა ბიჭი ამას სულ დავარ. სადაო. ამას სულ დავარ. ბანკას ამევიღებ. გადაცემა ყაზარმა მოგესალმებით. მაგას შეხედე. განა ჩანგალი, მანგალი, ყველაფერი მაქვს იმენა. მოსიარულე სახლია. არა ჯიპი შენთვის იდეალური გაზი. გაზი ხო მარაცხად დემახავდა დაკეთე. არ გვინდა გაზები და ხო და ვერ შეუწყე ხელი ამ ცივილიზაციას. რთული ყოფილა ფერმერობა და იუთუბერობა ერთად. ერთად რთულია ბაზარი. ეთანხმები ყველაფერი ერთად რთულია. დაილოცოს შეძლებული იუთუბერები. სასორი გვინდა? სასორი ისთვის თევს რო დავიჭერ? ჯერ დავიჭიროთ და მე რა. სასორი ისე იმით რა ხო ზოდიაქოთი. ეს რავი ეს არ კიდე არ პრინციპში წამოვიდე. სტუმარი იუთუბისა თელი მეწყობილობები, მანქანები, მეხურეკარები და წავედით. ცუგა მეგობარი. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, ხაპი ვინმე არ ახსენოს. უმელი საათია. 5 საათი წუთია და კიდე რამდენი მაქვს სატანი. და გოგრებიც ასაღებია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სტუმარი კაცი ყავს. ბატონი ჯენგო, ეხა თევზაობს, ძალიან დიდი კოჩილა დაიჭირა გაჩვენებთ მე. ხო და რაღაცეები დაგეგმილი გვაქვს, კიდეც ეს უნდა დავანთებ და შევწყვეტა მთელი ამბები რა. ამასობაში მთელი დრო დღის აი ამათმა მოკრეფამ და მოტანამ წაიღო. რაც საერთო ჯამში საკმაოდ ბევრი გამოვიდა. Sunt pătare chiari, da? Bătonul de gătesc. Chameliu vine qole batam. Ეხა ეს ავწიოთ და ზემოდან გადავალაგებთ კიდე. ეს აუცილებელია ამით რომ შევინახოთ, რომ მშრალ და თბილად შევინახოთ და შექრენობა მოვემატებთ. ეს უბრალოდ დამალავაში. ეხა ეს ავწიოთ. და თუმეტი დავატირთ. ვიდეო გრძელდება, ჯერ ყველაფერი წინ არის. ირთვით გეთაყვა. ირთვით. აღარც გოგრა მინდა,
აღარც ხარ. ვეღარ. მაგრამ როგორც იქნა მორჩით. ნუ რამდენიმე პატარა თავი დარჩა და სულ რამდენიმე და გასასვლელში თხილების ბოლოში 1-20 ცალი გვაქვს ისე დატოვებული რომ აქ ეწამოება. ყველა სისულელე იყო და რაღაცეებს გამოვედე. მეც კაი მდგომარეობაში ვარ ამასობაში საათი 5:09-ია. სტაბილიზატორი დაჯდა, სწორია ტელეფონი დატენილია და ეხლა დავცეცხლს და მივხედავთ საქმეს. ეს კიდე ჩვენი შედეგი. გოგრების, ხაბების და ასე შემდეგ. გიმბალი ისევ არ გვაქვს, როგორც იქნა დაჯდომას ვეღირსეთ. ცეცხლი დანთებულია, ანკესი წყალშია, ყავა დასხმულია და პატივცემული ადგილზეა. ხო არა? ეს არის სასიამოვნო დასვენება რა. იგა ამთავარ. აი ეს ნიშნის ახლა ხელს რა. ტელეფონი. ხო რა. ცოტა ჯვირი რო არ კონდეს მიცემი. რა რო ვისვენებ რა. გასული ადამიანი მომსახურების ზონიდან. აი მენ დასხმული. ყავა დასხმულია და კაცი გასულია მომსახურების ზონიდან. მომსახურებიდან გასულ მამაკაცთა კლუბი ხო არ ჩამოვაყალიბოთ. და ესე იგი საღამოს მოცემულობა გვაქვს ესეთი. აქ გვაქვს ეხლა რამდენიმე ცალი კარტოფილი ჩაგდებული, გასაღვივებლად. იქეთ ჯენგოს, რა მოგაქვს ჯენგო? კეცის ჭადი უნდა ვჭამო ჩვენ. კეცის ჭადი ნაკლები არ გვეკადრებ. იმედია მუშმალის ფოთლებით სწორად შევარჩიეთ. ბიჭო, წესით თავის არომაც მისცემს ფოთოლი, მაგრამ ის რაღაცა კონკრეტული ფოთოლი. ხო. მე მგონი ნიგოზის ფოთოლს აფარებენ. არ ვიცი, მაგრამ ნიგოზის პრობლემა არ გვაქვს. შემდეგში თუ ისე თუ არის ვარგა ბუშმალის ფოთოლმა. გავითვალისწინოთ. ხო. კომენტარებშიც დაგვიწერო თუ ვინმე მიცის უკეთ ეგ ამბავ. ხო, ამასობაში მე თევზი უნდა გავარჩიო ქორჩილის გარჩევის ვიდეოსაც შემდგ დავაზოთ ჩემო ძვირფასზე. კი ბატონი. როგორც პროფები ამბობენ, რეკზე დაჭერა დამავიწყდაო ხელის. აქვე. ეგრევე გამოასწორეთ. გამოისწერეთ არხი. ალაგე. სანამ ჩვენი მსაწყალ თევზს უზავთ და რასაც უზავთ? ნაქნას. ნაქნას. მეტი რომ შეიძლება. კარტოშკის სუნი მევიდეთ. ესე საიდან? ნეტა საიდან? ნეტა საიდან? ნეტა საიდან? ცეცხლში შემწვარი კარტოფილი. აი ესეთი ოპ. აი შინაურები ვარ, გაგჭირს. სახლში არ გაიბიოთ. ასეთი გამოვიდა ჩვენი რიბა. აქაურობას ეგრე უხდება ისე ის რა ქვია. ხო, აბა. თუმ თავარი ხლերը იზაგეგიდა ამას მაინამაი. რას? იმას ჩავაქროთ. თუმ თავარი ინგრედიენტი აქა. ჭადი. ჭადი ცხობა. როგორი ჭადი? ცეცხლისა და ფიცალი. ცეცხლი და ჯენგო, რაღაცა კაის ნიშანია და გულზე ისაა.
ჩაიცინებო როტულად და ეგა. ასთე დაიწყო სამბა. ჩვენი ქორჩილით. ქორჩილამ გახსნა სამბა. სამბა ღამეს იწობა. ის მაგრამ აინტერესებს. კი, ჯადია რა. ჯადი. თუ მოასწრებს გამოცხობას. იმედია მოა. იაში ვერ. ხო, მაგრამ 1:15 წუთია ხო მაინც არის. ცოტა. 15 წუთი. გამოშვეს. კარგად. არა, იქნება. მეგობარი ჩვენთან ერთად ამ მთელი დღეა. ხო, მივხვდი შენზე რომ საუბრობდი, არა დაუტოვები. სოფლის რა იყო და ფერმის აუზმე ასეთია. საღამოს 7-ის ნახევარზე. შემწვარი ჭადი, პომიდურის მჟავე, ჯენგოს შეზავებული ხამსა და ერთი ჭიქა რაღაც, რასაც არ დავასახელებთ რა დევს შავ ყუთში. აღება ვაჟანგლიორე. აშვები? ვაჟანგლიორე. აერშია გამოგიდოდი რა. ფიზიკა. გეტყობა სკოლაში კარგად რა სწავლობდი და მაგიტო. სწავლების გამოცდილება მეტყო. მარილიანია ბევრი ძა. მაგრამ შემთხვევით იდეალურია. შენი მასინჯავ, ხო, კვირით. კვირითი კარგი. კვირითი კაია, თევზის კაია. ახლა მაგრამ სასიკვდილო ნომერი ჭადის ამბავი გვაქვს პაწე საფრთხეში. საფრთხეში და თეთრი თუ დაგხვდა და ღობულია საქმე. წესით არა რა. მოირავქნათ. ვითი ავიღოთ. კაი, ლაპარაკით. ხო, მე. უცებ რესკად რომ ნაცარი მოშორდეს. იმით აიღე რა ქვია. ეგ თუ ეგეთი ცხელი არა ის. ამით თუ ვიმჯელებთ. ამით თუ ვიმჯელებთ. რაღა. მე დარაც რა. არა, ხადაო რა ჭადია. შეხედეთ მოღაზავით. წამოიქეთ. მე ყვითელ ფერს ახედა მეხედა უკვე. აუ, ლაბა. მაგიტო გეუნები ყვითელ ფერს ახედა მეხედა. აიცა ძმა, რა სიზახი. ადრე გადაო. რა ჭადია შეხედეთ. ხაი, ხმაგესის? ჭადი მღერის. ანუ გამომშრალია, თორე ამფერი ხმა არ ექნებოდა. Короче, ვენდებთ სამსახურს რესტორნებში. რესტორნები მეჭადებს. მეჭადეებად, კეცის ჭადებს გამოგიცხობთ ბუშმალაის ფოთლებით. ბუშმალაის ფოთლებით და შენი იმით მიდიხარ აქ ეს ამ ფეხით, სამკაპით. ხო, ამით რა. ვისაც არ მეწონება? არა მგონი. დემოკრატია არა ნახე რა, მაგრამ გამოიყურება გადა. ხდება. მოაძრე კაი ჩვენი საჭმელია იდეალურად თუ ვერ ამოვა. შემდეგში ვისწავლეთ რატომ არ უნდა ჩაიკრას. ჭადმა. სოფაში საღამოს 7 საკლია სხვადასხვა 10 საათს უნდა ხედო არც თუ ისე გვიანია, მაგრამ ადრე გამდება. თევზი ვიღას ახსოვს. ჭაძე იბერი რეაქცია ყველა თევზი და მას გავფიცე. მაგრამ არც თუ ისე სახარბიელოდა საქმე. მაგარი გამევიდა აი ამბავის. ენერგია დამოხტეთო ტელეფონით. შდება? ტელეფონით და ჯინა
რა ვიშოს. ამასობაში გაუგერა და ხიდან ეიღო ეგერი საქმე. აი ჭიქა ჩვენ არ გვჭირია და ამ ჭიქაზე დავდებ მიკროფონაც. კი ბატონო, მაგრამ ჭიქაზეც გენებოთ. აი ესე იყოს მიკროფონატი ჩვენ ხმას დაიჭერს. მიკროფონატი მე დამჭა დიკლოფენატივით სახში. არა ეს ახლა არ მიწყინო ჯერფასო. მაყურებელო, მაგრამ ამ სუფრისთვის სარწევის კამი ამეტარი ფუფუნება ახლა მან. აბი თევში გვინდა ერთი კიდე ჩვენ. არ გვინდა აგერა. არ გვინდა? აგერა. არ გვინდა ჩემო. აუ ჭაც რა სუნია. ძალიან. უიმე. შერავა გაგიშოს. აი შუა ადგილს აქ ცოტა ნაკლი რა. შუა ადგილს, მაგრამ გემრიელია ძალიან, მარილი უნდა ცოტა. ნუ, კაროჩე რა. საველო პირობებში უიარდულერესი გადასარავი ჭარი გამოგვივიდა. კი ბატონო. ახლა ეს როგორ ყდება მე? იდეალო. თავისი ნახშირით ჭამეთ ხალხო, ნახშირით. კი. აი ასте. შეხედეთ მა. ამის აი გაჩევა უნდა? გავარჩევია. აი ის არა. რას ზახი. ახლა მილებს არჭობ, მოკაჭობ და всё, მოდის. მასტერ სპორტა ყოფილა და მე რა ვიცი ხო. ჩემთვის ეგ ცხოვრებაში ვიფასო ტელემაყურებელო რა იმას არ გამოვაცხადე რა ტელემაყურებელ ცხოვრებაში ანუ არასდროს მქონია ის მომენტი რომ მე მეჯამოს და სხვაზე ყურებინოს და ხელყურავს შეხდა სუნელები ჭაჭი ნაფერი სხვანაირი გიმისცა რა ქვია არომატი ჯოჭადი რომ მოხსე შეჭამ შედი ბიჭო აიჯადი მაგრამ აი ჩვენთან ერთად ამ თელი დღეა და ახლა შანსლობ ცხოვრებაში მეორე ჭამ პამიდორს მაგარი დაღლია ძმა ერთი მაგასთან არ მოსუნია ძმა აქვე იზა და ეს გამოუხედი კი გენიალური გამოგონებაა კი მოდი შევთანხმდეთ კი ხოჭილა მიერ ყოფე ბუნების წიაღ შემწვარი ო შუქმა რა დაარტყა რა ყაია შეხედე ერთცალი ამფერი სანათი გინდა კი აუცილებლად ელემენტზე ელემენტზე მაგ მე და მოგცემ ერთცალს მე დავიტი ორი ცალი არ შემდი ვიზავაბო ნახევარსაც კი გაკაჩოს და ნახევარსადი გადაღება ღამე სახისთვის იდეალურია სახეს მე ხალხო ჩვენ გვაპატიეთ რა დედას ფიცა ვარ ამ წალას ასაუბროთ მოდის გიხდით მაყურებელო კაც მთელი დღე არ უჭამია მე ერთი 8 ჯერ ვჭამენ დღეს მთელი დღეა დღეს ვიდეოს ვიღებ ყველამ კარგად იცის ორი ჭიქა ყავის მეტი რომ ეში არაფერი ჩამეშვია მაგრამ სულ რა ჯამივიყო იმდენი გემრიელი ახლა აი ჭადი და იგი ხამსა აი ამას არ მე მაპატიეთ ჩემი პირველი მუკბანგი რა ქვია იმას არაბულ შოკოლადზე კი არა იმაზე არა თელი საქართველოს რო ჭამდა დუბაი ხო დუბაი შოკოლადზე ვერა მაგრამ კეცის ჭადი და ხამსა და შუა ცეცხლის კუხნაზე ცეცხლზე შემწვარი კარტოფილი რომელიც აი ამ ხმებს გამოსცემს და მჟავე არის ის სადაც მინდა რომ ვიყო დაში აი ეს ხელებიც კი არ მენანება ამ სიშავისთვის რა სიძახი და სრული ბედნიერების ახლა მეც არ ვიზავ არ ვიცი
ისია მომნებით. არ დღეს არა. შენ მაგივრათაც ვერ ვიზამ ბევრი გამოვა ერთი შეიძლება. კი, ერთი კაი იქნება კაცრას. ამ ჭიქით ჩემო ძვირფასო მაყურებელო. ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს ჩვენი თაოსნობით. ვისაც ქალაქგარეთ, სიწყნარეში, საკუთარ ნაშრომში, ნაოფლში, მისივე შემწვარი, მისივე გამომწვარი, თავისივე ხელებით მოზელილი და გამზადებულის მირთმევა, ჭამა, მეგობრობა და ურთიერთობა უხარია, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს. მე ახლა აზრი დავიბადე, იცი? ეცი დაზე დუხოვკაში თუ იზამს. კი. კი? თუ შექმნის საჭირო ტემპერატურას კი. სოკეთებს ყიდულობ. აშკარად მაგარია, ძალიან მაგარია. აშკარად არ უყვარდი ძვაკაც ვიც არ აღიმოვიდა. კაჩუკა? ის არა არის ისი ბოთლიცა. აუ, სასტიკი არაღია. ეს რომელი არაღია, იცი? ყრეშიც არახს რო უძახიან. იმის ბიძაშვილია, ბრატ. სახლისა. ეს რომელი არაღია, იცი? სასახლიდან გაქცეული ასტერიქსს რომ გზაზე გაუთავდება და დალევს და ყურები რომ ასე იმაშვება. აი ეგა. იგი აქ ბიჭო რაღაცნაირი სუნი აქვს რა. რატო იცი? 1-5 თვე აქაა და ეთყობა 2 თვას პირდაპირ იყო შენი. ნი გასინჯერა ქვია. პირითი? ეგ. ჩემი დედას პიცა ვარ. ასე და ჭამდა ყველა დღე რა. თან ამ ამბავში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ნატურალურ და არა რაღაცა გენმოდიფიცირებულს წყალს დალევ. არა. ეხარება გუარა. მარილიანია ცოტა თევზი ზედმეტი მომივიდები და ხოროშია და ვერ გავთვალე. ჩვენ იმნაირი რაღაცები გავთვალეთ დღეს და გავაკეთეთ. თევზის მარილიანობას ვინ უყურებს? თუ ჩემი ძმა ხარ. ისე იგი ჩემო ძვირფასო მაყურებელი. ჩემი დღევანდელი დღის ვიდეო გასაზრდები მიზეზებიდან გამომდინარე დასრულდება, რადგანაც ტელეფონი დღეს ორჯერ დავტენე და ეხლა 6%-ზე. მაგასაც რო თავი დავანებოთ, რაღაცნაირად მეუხერხულება მე რო ჭამდა, თქვენ მიყურებთ. შეიძლება თქვენც ეხლა ზიხართ და ჭამის დროს უყურებთ ამ ვიდეოს. თუმცა ძირითადად ეგრეა და მეც ეგრე ვშვები ხოლმე. ანუ გრძელ ვიდეოები სადაც მოხდება, ჭამის დროს უყურებ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო მეუხერხულება იმის, რომ სრულიად უბრალო რაღაცაში შექმნის სრულიად გენიალურ რაღაცებს ვჭამ და თქვენ ამ ყველაფერს მე რო ამჩერდა. ხო, თქვენ რო ამ ყველაფერს უყურებთ. მე მაპატი. მთელი გული და სულით გეპატიჟებით ჩემთან, ვინც ამ ვიდეოს ყურების შემდეგ გადაწყვეტ, რომ აი ეს ჭადი გინდათ, ან ესე შემწვარი კარტოფილი გინდათ, ან ჯენგოს მომზადებული ხამსა გინდათ ხავში, რომელიც უგემრიელესია და საერთოდ არ დაყვება ის მწყლარტეგემო, რომ იცის ხოლმე ხო იცი ხანდახან. იმას აქვს. აი არის ზუსტად ერთი დღის, არა. 12 საათზე გავაკეთე ღამე. არა, გამჯდარია. ხამსია, ხო, გამჯდარია. ერთ საათში ვჭამე მე, აი იყო. გამჯდარი არის. ხო და აი არის იდეალური მესამე დღეს. ხო, კარგად გა. ჩვენთან უცე გაბიჟვინებული რომ. კარგად აგებული ყველაფერი და ხო და ერთი სიტყვით. შემოტკბილო და ძვირფასები. როგორც ჯენგომ თქვა, გამომწერების რაოდენობაზე მე მაქვს სურვილი რომ მაგათად 10,000-ზე ან უფრო მეტზე, აი აქ შევიკრიბოთ, ვითებზაოთ, ერთი დღე გავატაროთ ერთად. მნიშვნელობა რა აქვს, თქვენ ამ ქალაქიდან ხართ თუ არ ხართ. თავარია ვიმეგობროთ და ერთი community შევკრათ იმ ადამიანებს, ვისაც ერთ-ერთი რაღაცეები უყვარს. გემშვიდობებით, დღევანდელი დღე დამთავრდა ამით, უღრმესი მადლობა ჯენგოს ამ ჯერ ერთი მეგობრობისთვის, ერთად გატარებული დროისთვის და ამ გენიალური რაღაცეებისთვის. შევხვდებით ალბათ მომდევნო გურულ პოდკასტში.
არხის გამოწერა არ დაგავიწყდა. ორი ჩანგალო გვეჭირა ხელში. ის ჩანგალი ყოველთვის იმას ჭადს და თეთრს არ მოუწევს. მე მიგვავს. არხი გამოიწერე ბიჭო.